სულთმოფენობიდან პირველი წმინდა მამათა კვირა. ქრისტეს კვალზე შედგომის მსურველთათვის სახარების განმარტება. 38 დასაწყისი. სახარება მათესი, თავი მეათე, მუხლები 32-დან 38-ის ჩათვლით. თავი მე-19, მუხლები 27-30-ის ჩათვლით. ავტორი წმინდა ნიკოლოზ სერბი, ველიმიროვიჩი. ჩემი თარგმანი. ნუ თუ სახლის პატრონი საკუთარ მონას ცხოვრების მოსახმობად მშიერს გაუშვებს, ან მამა ძეს სახმავში კუთნის და ხარების გარეშე, გაგზავნის კი მხედართმთავარი მეომარს ომში აღჭურვილობის გარეშე საბრძოლველად? რა თქმა უნდა, რომ არა. და ღმერთის ამ სოფელში თავის მონებს, თავის ძედ, საკუთარ მეომრებს საზრდელის და საჭურველის გარეშე არ გზავნის. ადამიანები კი ღმერთზე ბრძენი და მოწყალენი არიან, ნუ თუ არამც და არამც. და თუ კი მათაც შეუძლიათ საკუთარ წარგზავნილთა აუცილებელით აღჭურვა, მით უმეტეს ღმერთს ძალუცეს მათზე უკეთ. წმინდა მოციქულების მაგალითი უცხადესად მოწმობს იმის შესახებ, რომ ღმერთი მისი საქმის აღმასრულებლებს უხვად მიმადლებს საკუთარ მადლს. ის რომ უბრალო წარმომავლობის და პროფესიის 12 ადამიანმა ყოველგვარი სიმდიდრის და არმიის, მიწიური ბრწყინვალების და ძლიერების არქონის მიუხედავად შესძლეს საკუთარი სახლების და სახლეულობათა მიტოვება ქრისტეს სახარების საქადაგებლად სოფელში წასვლა. ანუ რასაც მანამდე ეს სოფელი სიკეთეთ და ჭეშმარიტებად თვლიდა, ამ ყოველივეს საწინააღმდეგო და რაღაცა ახალი ქმნეს. და ეს შეუძლებელია ღვთისმშეწევლის გარეშე, სხვა რამით განმარტო. ხოლო ამ სოფლის უძლიერესთა ძლიერების და უსასტიკეს ხელისუფალთა წარმწყმედელი სიმდიდრის და სწავლულთა ცრუსწავლებათა წინააღმდგომის გაბედულებას ვითომ და უბრალო მეთევზეები როგორ მოახერხებდნენ თუ საკუთარი სიბრძნით არ გამოსდიდა და არ შეიარაღებდა საკუთარი საჭურველი და არ დაიცავდა საკუთარი ძლიერებით მათ ღმერთი. და გარდა ამისა, როგორი უშიშარი ამტანობით დაითმინეს გაუგონარი სატანჯველები, ენით აუწერელი დამცირებანი, მათთან ჯავდნენ ადამიანები და ებრძოდნენ ბუნებრივი სტიქიები, მათ ადებდნენ ბორკილებს, დევნიდნენ დამამცირებლად და ქოლავდნენ ქვებით, აშიმშილებდნენ საპყრობილეებში. ბორკილდადებულები გადაყავდათ აღელვებულ ზღვაში მიწის ერთი კიდიდან მეორემდე, მათ უგდებდნენ გარეულ მხეცებს, აჭრიდნენ თავებს და ჯვარს აცმევდნენ. მათ 12 მეთევზემ კბილებამდე შეიარაღებული მათ წინააღმდეგ იხილეს მთელი მსოფლიო და ჭეშმარიტად დიახაც, რომ გარკვეული უძლეველი საიდუმლო შეწევლის გარეშე, იმ უცნაური საიდუმლოს გარეშე, რომელსაც ბაგეების გავლით არ ღებულობ, მაგრამ გამოგზრდის. გარკვეული იმ უცნაური იარაღის გარეშე, რომელსაც ხელში ვერ დაიკავებ და რომელიც მტრის ჯარებისთვის შეუმჩნეველია, ვერ შეძლებდნენ ამას. ისინი ამ სოფლიდან მხოლოდ მაშინ მიიცვალენ, როცა აღდგომილ ქრისტეზე ადამიანების წინაშე განხორციელებულ ღმერთზე და კვლავ საკუთარ ცათასასუფეველში ამაღლებულზე და ახალი სარწმუნოების დათესვით ახალ ცხოვრებაზე და ახალ ქმნილებაზე
ზუსტად მაშინ იწყო მიწამ განხურება მათი თესლით, სიტყვებით და ფერხთა ნაკვალევით. მათი მადევარიერები განიბნივნენ ქვეყნად. მათი მოწინააღმდეგე იმპერიები დაუძლურდნენ და მტრად იქცნენ. მათი უარმყოფელი სახლები ნანგრევებად იქცნენ. მათი მტანჯველი დიდებული და ბრძენი ხალხი ჯერ დიდი სირცხვილის, შემდეგ სასოწარკვეთილების და ბოლოს უსაშინელესი სიკვდილის მსხვერპლად გადაიქცნენ. ხოლო მათი თესლი აღმოცენდა და აყვავილდა. ეკლესია მათ სისხლზე შენდებოდა. იმ სისხლზე, რომელიც დაანთხეინა მათ ცრუ და მოძალადე კაცობრიობა. მიმღებელნი მათი გამდიდნენ. მათი ვინც ირწმონა და შეუდგნენ, მას ცხოვნდნენ. ოი რა უხვად გამოზრდის უფალი საკუთარ წარგზავნით. რა უხვად აჯილდოებს საკუთარ ერთგულძეთ. ვით არ აღჭურავს საკუთარ მეომართ კეთილი მხედარი თავრის მსგავსად. თავიდან აღჭურავს და შეამზადებს ერთგულ ხალხს უფალი და მხოლოდ ამის შემდეგღა წარგზავნის ღვაწლისა და ბრძოლისთვის. და ეს რომ ნამდვილად ასეა, თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს აჩვენა ქრისტემ, როცა სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ეკლესიის ისტორიამაც დაადასტურა ეს. სახარებაში ნათქვამია, რომ მოუწოდა რა ქრისტემ საკუთარ მოზაფეებს, არაწმინდა სულებზე ყოველგვარ სნეულებასა და უძლურებაზე ხელმწიფება მიანიჭა და უბრძანა წასვლა და ქადაგება იმისა, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი და დაამატა. სნეულნი განკურნეთ, კეთროვანი განსწმინდეთ, მკვდარნი აღადგინეთ, არაწმინდა სულები განდევნეთ, უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდვე გასცემდით. ამგვარად, ჯერ ხელმწიფება, ძალა და ძლიერება მისცა, შემდეგ კი საქმეზე მიავლინა. ამ უდიდესი საქმისთვის მოციქულებს უნდა მიეღოთ ასევე უდიდესი ძალა და რომ მათ ის ჭეშმარიტად მიიღეს, თვით მაცხოვრის სიტყვებიდან ვგებულობთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ. და იმისათვის რომ მოციქულებს აჩვენოს, თუ რა დიდებული და უძლებელია მათი მარადის თანმდევის საღვთო ძალა, ყოველგვარი საზრუნავის გარეშე წასვლას უბრძანებს უფალი საკუთარ საქმეზე. ისე რომ არც ოქრო, არც ვერცხლი, არც საკვები, არც ორი სამოსელი, არც ჩანთა და არც ფეხსაცმელი წაიღო. თუ ვინმე არ მიიღებს, არ განდრისხდნენ. არც წინასწარი ზრუნვენ თუ რა თქვან სამსჯავროზე და მხოლოდ აუცილებელი ძალის მიმნიჭებელი განუმარტავს რა, რომ ყოველგვარ საჭიროების და ცხოვრებისეულ პრობლემათა გადასაწყვეტად საკმარისია ეს, მათზე მოწევნად ჭირსა და მწუხარებებს ჩამოთვლის. აიმე მიგავლინებ თქვენ ვით არცა ცხოვრებს მგელთა შორის. მაგრამ ამის შემდეგ კვლავ ამხლევებს მათ. თმაც კი დათვლილია თქვენს თავზე. მაშინ შეგეჩინდებათ. ღვთის ძალა შეეწევათ მცირე ფრინველებსაც. ნამით უმეტეს თქვენ. საბოლოოდ უფალი ასრულებს იმ გადამწყვეტი სიტყვებით, რომელსაც შეადგენს დღევანდელი სახარების სეული საკითხავი და ცხადად აჩვენებს თუ რა მოელის მათ, ვინც ღვთისგან მიღებული ძალა სასიკეთოდ გამოიყენა და რა მათ, ვინც ან საერთოდ არ გამოიყენა, ან სტუნდა და ბოროტად ისარგებლა მისით. ამგვარად, რომელ მან აღმიაროს მე კაცთა წინაშე, მას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშე და რომელ მან უარმყოს კაცთა წინაშე, მეც უარყოფ მას ჩემი ზეციური მამის წინაშე.
პირველი გახლავთ კეთილი და ერთგული მეომრის საზღაური, რომელმაც გაუძლო და გაიმარჯვა. მეორე ბოროტი და მძაკვარი მეომრის, რომელიც შეირყა. შეეჭვდა და მტერს დანებდა. ნუ თუ რაიმე არის ადამიანისთვის იმაზე უდიდესი საზღაური, ვიდრე ის, რომ თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცათა სასუფეველში უხორცოთა წინაშე თავისიანად გაღიაროს. ჩასწერს მას საუკუნო ცხოვრების წიგნში, გამოუთქმელი დიდებით დააგვირგვინებს მას და უკვდავ ცათა საკრებულოდ თავის მარჯვენით დაადგინებს. და ნუ თუ ადამიანისათვის იმაზე უარესი სასჯელი არსებობს, ვიდრე ის, რომ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე უარყოფს მას, ანგელოსთა და ადამიანების და საკუთარი ზეციური მამის წინაშე და ეტყვის ასე: არ გიცნობ შენ, არა ხარ ჩემიანი, შენ არა ხარ ცხოვრების წიგნში და განვე ჩემგან. და იმის შესახებ, რომ აუცილებლად განცხადებულად უნდა აღიარო უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახელი, ზუსტად ისევე გულით, როგორც მოციქული პავლე ამბობს: რამე თუ უკვე თუ ბაგითა შენითა იწყო აღიარება იესოისა, უფლად შენდა და გულითა გრწმენ ის, რამე თუ ღმერთმან აღადგინა იგი მკვდართაგან, სხონდე შენცა, რამე თუ გულითა სწამთ სიმართლედ, აუარებენ ხსნად სულთათვისთასა. იხილეთ რომაელთა მიმართ ეპისტოლის მე-10 თავის მე-19 მუხლები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვაღიარებდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა სულითა და ხორცითა, რამე თუ ადამიანი ამ ორი კომპონენტის ერთიანობაა. და ამიტომ აუცილებელია, რომ სრული კაცი აღიარებდეს მას, ვინც მოსულია მისივე ხსნისათვის. რომელსა უყვარდეს მამაი ან და დედაი თვისი, უფრო ის ჩემსა არა არის ჩემდა ღირს. და რომელსა უყვარდეს ძე ან ასული თვისი, უფრო ის ჩემსა არა არის იგი ჩემდა ღირს. მსგავსი საკვირველი სიტყვების თქმა შეუძლია მხოლოდ იმას, ვის წინაშეც მიწიერ მშობლებზე მეტად ვალდებული ხარ საკუთარი სიცოცხლით. ამისი თქმის უფლება აქვს მხოლოდ იმას, ვისაც მშობლებზე მეტად უყვარ ხარ. მას, ვისაც შენი ძეც და ასულიც შენზე მეტად უყვარს. მშობლებმა გშვეს მხოლოდ ამ წამიერი ცხოვრებისთვის, ის კი საუკუნო ცხოვრებისათვის გშობს. მშობლებმა გშვეს ამ მცირებისა და ტანჯვისათვის, ის კი გშობს საუკუნო სიხარულისა და დიდებისათვის. და ამის გარდა მშობლები შენთვის მოსაცემ სიცოცხლეს ისევ მისგან ღებულობენ. მშობლები საჭმელს გიმზადებენ, ის კი სასიცოცხლო სუნთქვას. რომელია უპირატესი, საკვები თუ სუნთქვა? მშობლები გიქსოვენ ტანსაცმელს, ის კი გულს. რომელია უპირატესი, სამოსელი თუ გული? მან შემოგიყვანა ამ სამყაროში იმ ბჭეთა გავლით, რასაც არსით შენი მშობლები წარმოადგენენ. ვის უფრო მეტი დამსახურება ქონია მას, ვინც რომელიმე ქალაქში მიგიყვანს თუ იმ ბჭეებს, რომლის გავლითაც შენ ამ ქალაქში შემოხვედი. რა თქმა უნდა, მშობლების და შვილების მიმართ იმ სიყვარულს არ გიკრძალავს უფალი, რომელსაც საკუთარი ორი უმთავრესი მცნებით თავადვე გავალდებულებს მოყვასის მიმართ. ჯვარზეც კი უდიდესი სიყვარული აჩვენა უფალმა ყოვლადწმინდა დედის მიმართ, როცა მიუთითა საკუთარ საყვარელ მოციქულ იოანეზე, როგორც საკუთარ, ანუ თავის შვილის სანაცვლოდ. მაგრამ ამას ის ამბობს მოციქულთათვის მოსალოდნელ დევნულებასა და სატანჯველებში. შეეშინდება მამას და შეეშინდება დედას, შეეშინდება ძეს და ასულს და ეტყვიან ისინი ქრისტეს მოციქულს,
განუდგ ქრისტეს, ნუ მიატოვებ საკუთარ სახლს და მშვიდად იცხოვრე, ჩვენთან ერთად იცხოვრე ადამიანურად, უარყავ ახალი სარწმუნოება, რადგან ის განგვაშორებს შენს თავს. რა ვქნათ მაშინ უშენოდ? შენი გულისთვის ჩვენც აქვთ ცემენ და გვაში მშილებენ და სიკვდილითაც დაგვსჯიან. და ნუ თუ ამისთვის გაგაჩინეთ, გეტყვიან მამა და დედა, რომ შენი გულისთვის ეს უნდა გვეწუნია სიბერეში. რათა დაგვცინოდნენ თანამედროვენი, რათა ზულდე და გდევნიდნენ და ბოლოს შეიძლება მოკლან კიდეც, ხო და თუ გიყვარვართ, მოდი მიატოვე ქრისტე და ჩვენთან ერთად იცხოვრე მშვიდად და წყნარად. აი ასეთ გადამწყვეტ მომენტში უნდა მიიღოს მოციქულმა გადაწყვეტილება. ვინ უშლის ხელს და ვინ უფრო მეტად უყვარს? ქრისტე თუ საკუთარი მშობლები? ამ არჩევანზეა დამოკიდებული მთელი მისი მარადიული ხვედრი და ასევე მისი მშობლების ცხოვრებაში. ამაზე საშინელ გზასაყარზე არასოდეს მოუწევს და მას არ ძალუძს ერთი ფეხით ერთზე, ხოლო მეორეთი მეორეზე სვლა. ასეთ მომენტში ადამიანს გულის გაყოფა არ ძალუძს. ვალდებულია დაიჭიროს ან პირველი, ან მეორე პოზიცია. ქრისტესთვის გულის ჩუქების შემთხვევაში საკუთარი თავის გარდა შეძლებს საკუთარი მშობლების ცხოვნებასაც, ხოლო იგივე გულის მშობლებისთვის, ძის და ასულისთვის ჩუქების შემთხვევაში აუცილებლად წარწმებს, როგორც მათ, ასევე საკუთარ თავს. რამე თუ ამ საქციელით მან უარყო ქრისტე ადამიანების წინაშე და საშინელ სამშავროზეც უარყოფს მას ზეციურ მამის, ზეციურ მხედრობის და წმინდათა წინაშე ქრისტეც. ღირსი მამა ისიდორე პელუსიოტი საზოგადოებისგან დიდების მიუღებლობით დამწუხრებულ ქალაქის თავ ფილეოს წერდა. ამ ცხოვრებისეული დიდება აბლა ბუდაზე უმნიშვნელო და სიზმარზე უარესი არ არაობა. ამიტომ აღიმაღლე გონება უზენაესის მიმართ და შენადვილად დაიცხრობ სულის მღელვარებას. ვისაც სურს მიწიური და ზეციურიც დიდება, მისთვის შეუძლებელია ორივეს მიღწევა. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კი შევიყვარებთ არა ორივეს, არამედ მხოლოდ ერთს, ზეციურს. ამიტომ, თუ გსურს დიდება, შეიყვარე ღვთაებრივი, ზეციური დიდება. ამას კი არც თუ იშვიათად მოყვება ხოლმე მიწიურიც. იხილეთ მისი წერილები, მეხუთე ნომერი, გვერდია 52. იმის შესახებ, თუ როგორი მძიმე იქნება ეს გადამწყვეტი წუთი, უფალმა მოციქულების შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა. და კაცის მტრები სახლეულნი მისნი, ანუ მისი სისხლით ნათესავები იქნებიან. მსოფლიოში არსებულ ადამიანთაგან ამათზე მეტად არავინ შეეწინააღმდეგება ქრისტეს მიმდევრობაში და ამაზე უფროს არავინ განსჯის მას, თუ გადაწყვეტს და გაყვება ქრისტეს. რამე თუ ჭეშმარიტად ამ სოფელს გვაჯაჭვებენ არა მტრები, არამედ მეგობრები, არა უცხონი, არამედ ნათესავები, რათა ოჯახთან განშორება შეუმსუბუქოს და დააწყნაროს მათი სინდისი, ვისაც მისი გულისთვის ყოველივეს მიტოვება გადაუწყვეტია. უფალი წინასწარ აფრთხილებს მათ, რომ უმცირეს ფრინველთა მსგავსად არ ზრუნავდნენ არაფერზე. და ემისი მიმდევრები ნუ იზრუნებენ იმისთვის, თუ ვინ გამოზრდის და შემოსავს მათ მაგივრად მის ნათესავებს, ვინც უმცირეს ფრინველებს გამოზრდის და მოსავს, იგივე უპატრონებს მათ. ზეციური მამის ნების და განგების გარეშე არც ერთ უმცირესი ფრინველთაგანი არ დაეცემა მიწაზე. თითქოს უფალს იმის თქმა სურს, რომ თქვენ სახლეულებთან
ისევე როგორც თქვენთან შეუძლებელია მოხდეს რაიმე ზეციური მამის ნების და განგების გარეშე. თქვენს ნათესავებს, ისევე როგორც თქვენ თმებიც გაქვთ თავზე დათვლილი. ამიტომაც დაუტევეთ ისინი და შემომიდექით მე, რამე თუ მაშინაც კი, როცა ერთად ხართ, თქვენ კი არ ზრუნავთ მათთვის, არამედ ღმერთი და ზუსტად ამგვარადვე ის იზრუნებს მათთვის უთქვენოდაც. მაგრამ დედას და მამას, ძეს და ასულს აქ შინაგანი აზრიც გააჩნია. დედმამის ქვეშ იგულისხმებიან ჩვენი ის მასწავლებლები და სულიერი წინამძღვრები, რომლებიც თავისი ცრუ სწავლებით გვანიჭებენ ჩვენ ქრისტეს და სახარების მოწინააღმდეგე სულს. არსით სულიერად ჩვენი მშობლები კი ისინი არიან. ისინი გვასწავლიან მიწიერ სიბრძნეს, რომელიც სხეულს უფრო მეტად ემსახურება ვიდრე სულს და რომელიც მონურად მიგვაჯაჭვებს მიწას და განგვაშორებს ქრისტეს. ამ სულიერ მშობლებს ჯერ კიდევ ქრისტეს შეცნობამდე კერპები ვითახვიქვამთ და უსმენთ. ჩვენ მათ პირადად თუ პირადად ვკითხულობთ მათ წიგნებს, ჩვენ საკუთარ გულებს, სიყვარულს, საკუთარ პატივს, დიდებას და თაყვანისცემას ვჩუქნით მათ, ვისაც ისინი ქრისტეზე მეტად უყვარს, არ არის ქრისტეს ღირსი. ხოლო იმავე სულიერი თვალსაზრისით ძეების და ასულების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ჩვენი საქმეები და მათი განხორციელება, ჩვენ მიერ ნაშენები და დაწერილით წარმატებები და ის სხვა დანარჩენი, რითაც მზვაუბრობთ ვითომც და საკუთარი გონების და ხელთან ნაყოფებით. ამ ნაყოფებშია ჩვენი გულიც, ჩვენი სიყვარულიც და ჩვენი ამპარტავნებას, მაგრამ ყველა ეს მიღწევები და საქმეები რანი არიან ქრისტესთან შედარებით? კვამლის სახლი მზის გვერდით, დროჟამის მტვერი მარადიულობის მარმარილოსთან შედარებით. ამგვარად ვისაც ისინი ქრისტეზე მეტად უყვარს, არ არიან ქრისტეს ღირს. შემდეგ აგრძელებს უფალი და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ შემომიდგება მე, ის არ არის ჩემი ღირსი. ჯვრის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ პირველ რიგში ის, რაც თავისთავად წინა სიტყვებიდან გამომდინარეობს. კერძოდ კი მიტოვება დედის, მამის, ძის და ასულისა, საკუთარ ნათესავების, საკუთარი მეგობრების, მოძღვარ მასწავლებლების და მათგან მომდინარე ამბავთა. ჯვარი გახლავთ ტკივილი და განშორებაც არის იგივე. შემდეგ ჯვრის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ყველა განსაცდელი, სატანჯველი და მწუხარება, რომელსაც ქრისტეს მიმდევარი საკუთარ გზაზე შეხვდება, მაგრამ ეს ყოველივე ჭეშმარიტი სიყვარულისთვის არის აუცილებელი, რათა კიდევ უფრო მეტად აღანთო ის. ეს ყოველივე აბსოლუტურად გარდაუვალია, ისევე როგორც სნეულის კურნებისთვის განკუთვნილი მწარე წამალი. ქრისტეს ყოველი მიმდევარი საკუთარ გზაზე შეხვდება სხვადასხვა განსაცდელებს, მწუხარებას და სატანჯველებს. ამის მიზეზით კი ჯვრებიც სხვადასხვაგვარნი არიან. ამიტომაც არის, რომ უფალი თითოეულს მხოლოდ საკუთარი ჯვრის აღებას ურჩევს. შემდეგ ჯვრის ქვეშ არა მხოლოდ გარედან ადამიანში შემომავალი, არამედ სულში შინაგანად აღძრული განსაცდელები და ტკივილებიც გულისხმება, რაც გამოიხატება საკუთარ ეგრეთ წოდებულ მესთან და ძველ კაცთან, ცოდიან ჩვეულებებთან და ნებებთან, საკუთარ ხორცთან განშორებით. ეს არის უმძიმესი ჯვართა შორის და შეუძლებელია ქრისტეს მიერი სიყვარულის და
საღვთო შეწევნის გარეშე, მაგრამ ამ ჯვრის აღებას გარდაუვალი მომენტია, რამე თუ შემდეგში ამბობს უფალი. რომელმან წარწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, პოვოს და იხსნას იგი, ანუ ვინც დიდი გულმოდგინებით დაიცავს თავის ძველ, სრულიად ცოდვებით დამძიმებულ და ვნებებით დამტვერილ სულს, ის უეჭველად წარწყმեց მას, რამე თუ ვერავით არის დანაგვიანებული და არაწმინდა ვერ წარდგება ღვთისპირისპირ. ხოლო ვინც წარწყმიდოს საკუთარი ძველი სული, ვინც განუდგეს მას, ქრისტეს, ანუ განახლების და გადასვაფერების, ახალი კაცის და ახალი სულის გულისთვის, იგი დაიცავს თავის ამ ახალ სულს, უფრო მეტად ბრწყინვალეს და უფრო მეტად დიდრულს. 100 გზის მეტად ბრწყინვალედ და 100 გზის მეტად დიდრულად. ასევე 100 გზის უფრო მეტად უხს მიიღებს ის, ვინც დაუტევებს ხორციელ მამას ან დედას, ძმებს ან დებს, მეუღლეს ან შვილებს. შემდეგ ჯვრის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს პატიოსანი ჯვარი, პატიოსანი და ცხოველმყოფელი. ჩვენ ერთ მიწიურ ჯვარს კი არ ტოვებთ, რათა ერთი განსაცდელი მეორე მსგავსი განსაცდელი ჩავანაცვლოთ. ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე ქრისტეს ჯვარს, ანუ მწუხარებებს, სნეულებებს და განსაცდელებს ცოდვათაგან განსაცმედელად, სულის განსაახლებლად საუკუნო ცხოვრებისთვის. აი რას ამბობს მოციქული პავლე საუფლო ჯვარზე. არავი ქადი არ არაით, გარნა ხოლოი ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვისცა სოფელი ჩემთვის ჯვარცმულ არს და მეცა სოფლისთვის ჯვარცმულ ვარ. გალატელთა მიმართ მე-6 თავის მე-14 მუხლი. იმისათვის, ვინც აღიღებს ქრისტეს ჯვარს, სოფელი მკვდარია, ისევე როგორც თავადაც მკვდარია სოფლისთვის, მაგრამ ცოცხალი ღვთისთვის და ის, რომ ეს ჯვარი ზოგისთვის საცდური და ზოგისთვის კი უგუნურება არის, არ არის გასაკვირი რამე თუ ადამიანები ძველი ცოდვილი სულებით, ამ სოფლის და მისი გულისთქმების მიერ დამონებულები, ვერ აღიქვამენ ამ განსაცდელების და მწუხარებათა სარგებელს, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომ ითმენენ ამ ყოველივეს გარკვეული მიწიერი სარგებელის, ჯანმრთელობის ან სიმდიდრის, პატივის ან დიდებისთვის. მათგან განსხვავებით კი ქრისტეს ჯვარი ნიშნავს იმგვარ ჭირთა და სენთა, რომელსაც დაითმენენ სულიერი სიმთელის და სიმდიდრის ქრისტეს მიერი პატივისა და დიდებისთვის. პატივისა და დიდებისთვის იმისა, ვინც არის ახალი სამეფოს მეუფე და მის აღმსარებელთა მხოლო მოყვარული. მაშინ პეტრემ მიუგო და უპასუხა. აი ჩვენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდექით შენ. რა იქნება ჩვენთვის? ეს კითხვა მოციქულმა პეტრემ დასვა მაშინ, როცა უფალმა საუკუნო ცხოვრების მაძიებელ მდიდარ ჭაბუკს ქონების გაყიდვა და მისი გლახაკთა და უპოვართათვის დანაწილება და მხოლოდ ამის შემდეგ ურჩია მისდა შედგომა. ჭაბუკი კი დანაღვლიანებული განერიდა, რამე თუ დიდი ქონების პატრონი იყო. მაშინ კითხა პეტრემ ზემოთქმული სიტყვით და უნდა ითქვას, რომ რადგანაც ეს ორი სულიერი მომენტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ამიტომაც დღევანდელი სახარებისეული საკითხავი ეკლესიამ ასეთი შეერთებული სახით წარმოგვიჩინა. წმინდა პეტრე მისთანა ყოფი ყველა მოციქულის პირით ეკითხება ასე. აი, მათ ხომ დაუტევეს ყოველივე, სახლები და სახლეულები და ხელსაქმე და შედგომიან მას.
იესომ კი უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რომ ჩემდა შედგომილნი ოდეს დაჯდეს ძეკაცისა საყდარსა ზედა დიდებისათვის ისასა, დასხდეთ თქვენცა ისრაელის 12 ტომის განსაკითხად, 12-ცა საყდარსა ზედა. პეტრეს კითხვაზე უფალი ყველა მოციქულს პასუხობს, მაგრამ აქ მათ შორის გამცემი იუდაც ზის. ნუ თუ ისიც დაჯდება საყდარსა ზედა. იმ დროს იუდას ჯერ არ ყავდა ქრისტე გაცემული, თუმცა შესაძლოა გაცემის მომენტი ჩასაყულიყო მის გულში. წინასწარ იცოდა რა მისი გამცემლობის შესახებ, უფალი პირობითად და სიფრთხილით საუბრობს. აბა დავაკვირდეთ, ქრისტეს არ უთქვამს თქვენ ყოველნი, არამედ რომელნი შედგომილნი ხართ ჩემდა. ეს სიტყვები კი იუდა გამცემს არ ითვალისწინებს, რამე თუ ის მხოლოდ გაჰყვა ქრისტეს, მაგრამ არ შესდგომია მას. სულ მალე განეშორება და მას და მის მოციქულებს და მის ადგილას მოვა სხვა და მის საყდარზე სხვა დაჯდება. თავის ერთგულ მოციქულებს უფალი დიდ საზღაურს აღუთქვამს. ისინი მთელი კაცობრიობის კი არა, მთელი ისრაელი ერის გამსჯელები იქნებიან, რამე თუ ის მხოლო იქნება კაცობრიობის მსაჯული. ისინი კი განსჯიან იმ ხალხს, ვისგანაც გამოვიდნენ. ის ერი ამ ცხოვრებაში გაასამართლებს მოციქულებს, მაგრამ მოციქულები მათი მსაჯულები იქნებიან საშინელ სამსჯავროზე. როცა მთელი ერები და ტომები განიყოფიან მარჯვნივ და მარცხნივ და ერთნი მოხმობილნი იქნებიან საუკუნო ნეტარებისთვის, ხოლო სხვანი საუკუნო სატანჯველისთვის. მაშინ ამ ხელახალი შობის ჟამს 12 მოციქული უფლის მარჯვნივ დასხდებიან 12 საყდარსაზე და საკუთარი ერის და ამ ცხოვრებაში მათ მსაჯულთა განსასჯელად. თუმცა მათი სამსჯავრო იქნება შურიზიების კი არა, არამედ სიმართლის სამსჯავრო. ის, რაც უფალმა მოციქულებს უპასუხა, ეხება უკიდურესად მათვე, მაგრამ ამ პასუხს ის ამატებს ახლა იმას, რაც ყველა ჟამის მის მიმდევარს და მორწმუნეს ეხება. და ყოველ მან, რომელმანცა დაუტევოს სახლი, ან ძმანი, ან დანი, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან და შვილები, ან და მამული სახელისა ჩემისათვის, მოიღოს აზგზის და დაიმკვიდროს ცხოვრება საუკუნო. ნუ თუ მოციქულებმა და ღვთივსათნომყოფელებმა ამ სოფელშიც არ მიიღეს აზგზის იმაზე მეტი, რაც დაუტევეს ქრისტეს სახელისთვის, და მთელ დედამიწაზე მათი სახელობის უამრავ ტაძრებში არ აღევლინება მათი სავედრებელი და სადიდებელი ტროპარკონდაკები. და ასობით კი არა მილიონობით კაცებს და ქალებს განა არ თვლიან საკუთარ სულიერ შვილებად, დებად და ძმებად? აბრაამისთვის მიცემული საღვთო აღთქმა სიტყვა სიტყვით აღესრულა ღვთისმინდანებზეც. მათი სულიერი თესლი ჭეშმარიტად ვითარცა ზღვის ქვიშა და ცის ვარსკვლავები მრავალრიცხოვანი გახდა. იხილეთ შესაქმნის 22 თავის მე-17 მუხლი. ნუ თუ ღვთისათნომყოფელი ქალწულ მოწამენი და მოწამე დედანი და მამანი არ გახდნენ მრავალი და მრავალი მათი მორწმუნის და მიმბაძველის სულიერი დედები, მამები და დები და ძმები? ნუ თუ ახლაც ისევე როგორც ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში დედამიწაზე მოციქულებს და განმანათლებლებს მრავალრიცხოვანი სულიერი შვილები და საზრდოები არ ახავთ? ნუ თუ მათთვის, ვინც დაუტევეს სახლკარი და მამულები, მათ მორწმუნეთა სახლები არ გაეხსნა?
თვით საკუთარი სამოციქულო მისიის დასაწყისში მცირედის მიტოვებით მათ ყველამ არ შეიძინეს მრავალი და გაუჭირდათ რაიმე? სულიერი თესლი უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე ხორციელი. სულიერი მოსავალი უმეტესია ვიდრე ხორციელი. ამიტომ უფალი ამატებს, რომ გარდა ამისა ისინი საუკუნო ცხოვრებასაც დაიმკვიდრებენ. სულიერი თვალსაზრისით სახლები ძველ ცოდვილ სულებს ნიშნავს. ძმები და დები, მამა, დედა და მეუღლე. ჩვენი სულის მიწიერ მიდრეკილებებს მიგვანიშნებს. ბავშვები ჩვენ ცოდვიან საქმეებს, ხოლო მამულები მთელი ჩვენი გრძნობიერი სამყარო ხორციელ სხეულთან ერთად. და ვინც ქრისტეს გულისათვის ამ ყოველივეს დაუტევებს, გზის უკეთეს და უმჯობეს დაიმკვიდრებს ვიდრე ქონდა და დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. უფალი იყენებს რიცხვს 100 იმ ნიჭების სისაფსის აღსანიშნად, რასაც მიიღებენ მისი მორწმუნენი, არა 100-ობით, არამედ 100,000-ობით კაცმა და ქალმა და მიატოვეს ყოველივე და მიიღეს ასევე ყოველივე. აი ასეთებს მიეწყნა ზუსტად აწინდელი კვირა, ყოველთა წმინდათა. ზოგიერთ წმინდას წლის განმავლობაში სხვადასხვა დღეს იხსენიებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ცნობილებს. მათ გარდა თუმცა კიდევ არსებობენ კაცის თვალთაგან დაფარული და ღვთის თვალში არანაკლებად ღვთის უამრავი სათნომყოფელი წმინდანები. ისინი შეადგენენ მძლევენ ან მოზეიმე ქრისტეს ეკლესიას და მიწაზე არსებულ ჩვენს მებრძოლ ეკლესიასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. მათით, როგორც მზე ვარსკვლავებით, ისე ბრწყინავს უფალი, რამე თუ ისინი არსით, მისი სხეულის ორგანოები არიან, ხორცნი მისი ხორცთაგანი და ძვალნი მისნი ძვალთაგანი, როგორც გვეუბნება პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლის მეხუთე თავის 30 მოხლში. ისინი ცოცხლები, ძლიერები და ღმერთთან ახლოს არიან, მაგრამ ზუსტად ასევე ისინი ჩვენ სიახლოვესაც არიან. მოუკლებელად აკვირდებიან ღვთის ეკლესიის ცხოვრებას დედამიწაზე. სრული სიფხიზლით გვადევნებენ თვალს შობიდან ვიდრე სიკვდილამდე. ჩვენს ლოცვებს ისმენენ, იციან ჩვენი მწუხარებანი. შეგვეწევიან თავისი ძლიერებით და ღვთის საყდრის წინაშე საკმევლის კმევის მსგავსად აღვლენილი ლოცვებით. არსით ესენი დიდებული წმინდანები და ქრისტესთვის ქალწულმოწამენი, განმანათლებლები და ღმერთშემოსილი მამები, ეკლესიის მწყემსები და მოძღვრები, ღვთის ეკლესიის დევნულებისგან დამცველი კეთილმსახური მეფეები და დედოფლები, აღმსარებლები და მეუდაბნოეები, მარხველები და განდეგილები, მეომრები და სალოსები არიან. ერთი სიტყვით, ყველა ისინი, რომელთათვისაც ქრისტეს სიყვარულმა დედამიწაზე სხვა ყოველგვარი სიყვარული გააუფერულა და ვინც ქრისტეს სახელისთვის დაუტევა ყოველივე და ბოლომდე დაითმინა ყველაფერი, რითაც იცხოვნა თავი და სხვებიც აცხოვნა. ისინი დღესაც შეგვეწევიან ჩვენ ცხოვნებისთვის, რამე თუ არც შური და არც დამნაშავე თავმოყარეობა არ არის მათში. მათთვის სიხარული ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კაცი და ქალი გადარჩეს და შევიდეს იმავე დიდებაში, რაშიც თვითონ არიან. ყველა ისინი რწმენით იმარჯვებდნენ. ისინი შრედდნენ იმ ცეცხლის ალებს, რომელთა სახითაც ვნებები სწვავენ ადამიანის უძლურ არსებას. მრავალი მათგანი ითმენდა დამცირებას და შეურაცხყოფას, გვემას და ბორკილებში ტყვეობას, ჩაქოლილი იყვნენ ქვებით. მრავალი მათგანი, რომელთა ღირსიც არ იყო ეს სოფელი, იდევნებოდნენ, უდაბნოებსა და კლდეღრეებში ცხოვრობდნენ. მათში ამოკვეთილ გამოქვაბულებში ითმენდნენ უამრავ გაჭირვებას და ზარალს და არ განბოროტებულან. ეს იკითხება დღევანდელ სამოციქულოში. მაგრამ ეს ცხოვრება პრაქტიკულად გამოცდა გახლავთ. გამოცდა არის აქ, ხოლო საზღაურის მიღება სხვა სამყაროში ხდება. მათ კი ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეს,
და ახლაც შეგვეწევიან ჩვენ, რათა არ ჩავიჭრათ, არამედ ჩავაბაროთ წარმატებით და სათავსაფეველში ვემსგავსოთ მათ. ჭეშმარიტად რომ საკვირველია და საოცარი ღმერთი წმინდათა შორის მისდა. ეს კვირა ეკლესიამ საგანგებოდ მიუძღვნა ყველა წმინდანს ჩვენს დასამოძღვრად, როგორც სულთმოფენობის შემდგომი დღესასწაული, რათა აქედან დავასკვნათ, რომ ყველა წმინდანებმა, ისევე როგორც მოციქულებმა, საკუთარი თავები კაცობრიობის ისტორიაში წარმოაჩინეს, არა მხოლოდ საკუთარი ძალების წყალობით, რამდენადაც სული წმინდის მადლის მიერი შეძენით. საღმთო პური იყო მათი გამომზრდელი, საღვთო განგებულება ზრუნავდა მათზე და საღვთო იარაღი იყო მათი საჭურველი. აი ამიტომაც შეძლეს ბრძოლის გადატანაც, ყოველივეს დათმენა და დაძლევა, საკუთარ გამოცდილებიდან გამომდინარე, გვასწავლის, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარი ღვაწლით და საკუთარი თავის იძულებით თვითონ უნდა განისწავლოს სათნოებასა და სიკეთეში. და მერმეღა მოდის საბოლოოდ უფალი, არის მასში და თვით უფალი ყოველგვარი ღვაწლის გარეშე აღასრულებს მასში საკუთარ მცნებებს და გამოიღებს მის სულიერ ნაყოფს. საუბარი 19. როგორც მოციქულთა, ასევე ყოველთა წმინდათა მაგალითი დიდი სიცხადით წარმოგვიდგენს იმის დიდებულ და ტკბილ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი საკუთარ მონებს მინდორში საკვების გარეშე, საკუთარ შიკრიკებს ყანაში და საბრძოლველად უსაჭურლოდ არ აგზავნის არასოდეს. დიდება და მადლობა ამისთვის წმინდათა საოცარი გამარჯვებებით განმადიდებელ, მასშივე ყოვლად გამდიდებულ და უზენაეს ღმერთს. მრავალი წინანი იყვნენ უკუანანი და უკუანანი წინანი. ამ წინასწარმეტყველური სიტყვებით ასრულებს უფალი მოციქულთა მიმართ თავის საუბარს. ის და მრავალი სხვა წინასწარმეტყველური სიტყვები ნამდვილად აღსრულდა, მაგრამ მხოლოდ საშინელ სამჟავროზე აღესრულება ის დიდი სისრულით. ისრაელში მოციქულები უკანასკნელ ადამიანებად ითვლებოდნენ, მაგრამ მათი მადლოვარე ფარისევლები და თვალთმაქცები პირველები. ჩვენ ნაგავი გავხდით სოფლისთვის, როგორც ყველას მიერ დევნულებით გაქელილი მტვერი, წერს მოციქული პირველ კორინთელთა მიმართ 4 თავის 13 მუხლში. მაგრამ მოციქულები გახდნენ პირველები, მათი მადლოვარნი უკანასკნელები, როგორც საში ასევე მიწაზე. იუდა გამცემი პირველებში ითვლებოდა, მაგრამ საკუთარი ღვთივგანდგომილებით შეიქმნა უკანასკნელი. ღვთის მრავალი სათნომყოფელი უკანასკნელად ითვლებოდა, მაგრამ ღვთის პირის წინაშე დრო რომ მოვიდა სოფლისთვის საპატიო და დიდებულ ადგილებზე მყოფი, მათი მოძულე და მტანჯველი ადამიანები დაეცნენ იმ ადგილებიდან. ხოლო საშინელ სამსჯავროზე ყოველივე აღესრულება. და ჩვენ ვიხილავთ იმას, თუ მრავალი და მრავალი, რომელიც პირველები ჩანან ჩვენ შორის, როგორ დაიკავებენ უკანასკნელ ადგილებს, ხოლო მრავალი მათგანი კი, რომლებიც ამ ცხოვრებაში საკუთარ თავს ან სხვების უკანასკნელებად თვლიან, როგორ აღმოჩნდებიან პირველ ადგილებზე და დაიკავებენ პირველ ადგილებს. ამ გამონათქვამს საკუთარი შინაგანი აზრიც გააჩნია. თვითონ ჩვენთაგანში მიმდინარეობს ბრძოლა უდაბლეს და უმაღლეს ადამიანებს შორის, როცა გამეფდება ჩვენში მდაბალი, საძულველი, ცოდვიანი და საშინელი ვითარება, მაშინ უდაბლესი ადამიანი ჩვენში პირველია, უმაღლესი კი უკანასკნელი. როგორც კი აღიარებს ადამიანი საკუთარ ცოდვებს, შეინანებს, ცოცხალ ქრისტეს ეზიარება, აი მაშინ კი ეს უდაბლესი პირველიდან უკანასკნელ ადგილზე გადაინაცვლებს, უმაღლესი კი პირველზე. და პირიქით, როცა რწმენასა და კეთილსაქმეებში უფლის მორჩილები და სიმდაბლით ქრისტეს მიერი მშვენიერება და კეთილსახიერება მეფობს ჩვენში, მაშინ უმაღლესი ადამიანი პირველობს, ხოლო უდაბლესი
უკანასკნელ ადგილს იკავებს, მაგრამ სამწუხაროდ, როცა ამგვარად სათნო და ზედმეტად მორწმუნე ადამიანი ძალიან ხდება საკუთარ თავში დარწმუნებული, არადამგვარი მდგომარეობა შობს მზვაუბრობას. ეს კი ყველა სხვა ბოროტებას. მსგავსად კიბისა, უდაბლესი კაცი გადაინაცვლებს წინა ადგილისკენ და უმაღლეს კი ბოლოსკენ გადაისვრის და ამგვარად პირველები ხდებიან უკანასკნელნი, ხოლო უკანასკნელები პირველები. ამიტომ აუცილებელია მარადის საკუთარი თავის მიმართ ყურადღება და არასოდეს ზედმეტად მინდობა საკუთარ თავზე. არამედ ლოცვითი განწყობილებით მთელი სასწოების დამყარება უფალსა და მის მადლის მიერ ძლიერების ძლევა შემოსილ იარაღზე. ყოველივე ძალმიც განმამტკიცებელისა ჩემსა იესო ქრისტეში წერს მოციქული ფილიპელთა მიმართ მეოთხე თავის მე-13 მუხლში. ჩვენც ავთქვათ ამგვარადვე. ყოვლის შემძლეო უფალო, შენით და შენთანა არსი ჩვენში, ძალითა თავით ჩვენითა არ არა იწალგვიც, გარნა ცოდვა იხოლო, სიყმილითა მომყმარნი ვართ, თვინიერ შენისა, სახლისა უფალო შიჩველნი ვართ თვინიერ შენსა, მამაო ჩვენო უსაჭურლონი და უძლურნი ვართ თვინიერ შენსა მხედართ მოძღვარო ჩვენო, ხოლო შენითა მაცხოვარო ჩვენო ძლევა შემოსილო, ყოველივე სამფლობელ ვიქმნეთ და ყოველივე ძალგვიც, ყოველივესათვის მადლობელნი გევედრებით შენ, ნუ დამიტევებ ჩვენ და ნუ დამიტევებ ჩვენ თვინიერ შენ მიერი შეწევნისა. დიდება შენ და უფალო იესო ქრისტე თანა მამით და სულით წმინდით სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა ყოვლადვე აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცა უშუალოება ჩემი. უფრო ის განბანე მე უშუალოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე, რამე თუ უშუალოება ჩემი მეუწყე და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადეს. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და სწავლოსჭესა შენს, რამე თუ ესერა უშუალოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამედე და მან ჩემმა, რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარა, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურო მე უსუფითა და გამწმინდნე მე, განბანო მე და უფროს თოვლისა გამწბედაგნე, მას მინო მე გალობა და სიხარული, დაიხარებდნენ ძვალი დამდაბლებული, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უშუალოებანი ჩემი ახოცე, გული წმინდაი დააბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა და სულსაც მინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემი. მომეც სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისა ითა და მომდგიცე მე. ვასწავლნე ურჩულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცე. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, დაიხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკვე თუმცა გენებამ სხერპლი შემცა მეწირა
არამედ საკვირთხი არ აგთნდეს. სვერპლი ღვთისა სული შემოსვლი, გული შემოსვლი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ უფალონებითა შემითა სიონსა და აღეჩემი მზღუდენი იერუსალემისა. მაშინ აგთნდეს მსხვერპლის სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაძველი. მაშინ შეიწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა სვარაგ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულისა. კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრა და მარხვისა ყოს შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისათვის წამოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიკლახაკითა სიმდიდრე. წმინდა ომყდე მთავარო ნიკოლოს განმანათლებელო სერბეთისაო ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღეთევანი ცხოვრებისა. შენ გევედრები მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხვეყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა. დიდება შენ და ჯვარო ყოვლად პატიოსარო და ცხოველმყოფელო უფლისაო. შეგვეწია ჩვენ ყოვლად წმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა თანა, რამე თუ კურთხეულარს შენზე და ჯვარცმული ქრისტე ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აცხოვნე უფალო და შეიწყალე ყოველი ადამიანი, რომელსაც კი რაიმე ურთიერთობა ქონია ჩემთან. ცოცხალს და შესვენებელს, კეთილს და უკეთურს, ღირსსა და არაღირს, ნათესავს და გადამთიელს. რამე თუ შენ ხარ მსაჯული მართალი, რომელი განგვსჯი ჩვენ და ოდეს მოვალს ჟამი იგი საშინელისა სამსჯავროისა, მეც და ისიც დავდგეთ წინაშე შენსა, გლახაკნი, შიშველნი, ქედდადრეკილნი და წყალობისა მომლოდინელი. ამინ.